მოგესალმებით. მოგეხსენებათ ბოლო დღეებში საკმაოდ სენსაციური ასე ვთქვათ განცხადება გააკეთა ბატონმა გიგი უგულავამ იმის შესახებ რომ პირველი ფარცხალაძის თურმე არ გააჩნია დიპლომი და მეორე რომ იგი ნასამართლებია გერმანიაში. აჩაღური ქურდობისთვის სიმართლე გითხრათ ცოტა რაღაც უცნაური კვალიფიკაცია არის სამართლისთვის ჯერ არ გაგონილი. ვითომედაც გუშინ დავინტერესდით სხვათა შორის გერმანელ პროფესორებთან და ადვოკატებთან, ჩემ კოლეგებთან გუშინ მქონდა მათთან საუბარი და რაღაც მსგავსი კვალიფიკაციის დანაშაული რატომღაც გერმანულ სისხლის სამართლის კოდექსში არ მოიპოვება. უფრო მეტიც ჯერ პირველ რიგში რომ გავაკეთოთ იმის შეფასება ფარცხალაძე ნასამართლებია თუ არა, მე აბსოლუტურად ვემხრობი ბატონ მინდია უგრიხელიძის პოზიციას, რომელმაც გუშინ გააკეთა ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება. ფარცხალაძე კიდეც რომ იყოს წარსულში ნასამართლები, თუ მას დანაშაული გახარწყლებული აქვს, ჩვენ მაშინ სამართლებრივ მხარეს ვლაპარაკობ, სამართლებრივ ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს უფლება ვილაპარაკოთ ამ ადამიანის ნასამართლეობაზე, ვინაიდან ეს დანაშაული თუ მას ჩადენილი აქვს გახარწყლებული. რაც შეეხება ზნეობრივ მხარეს შეუძლია თუ არა მას დაიკავოს ეს თანამდებობის პოსტი, სამართალი ზნეობის ნორმებს ასახავს თავის სამართლებრივ ნორმებში და ეს უკვე ასე ვთქვათ ჩვენი იურისტების შესაძლებელი არ არის. ამაზე ზოგადად უნდა იმჟელოს საზოგადოებამ და პოლიტიკურმა გუნდმა. თუმცა საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ნაადრევია, ვინაიდან ჩვენ არ გაგვაჩნია ამის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტაცია მის დიპლომის სიყალბესთან დაკავშირებით და ასევე მის ნასამართლეობასთან დაკავშირებით. ხოლო ის რომ გიგი უგულავამ გააკეთა ეს განცხადება, ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ აქ შეიძლება რაიმე სინამდვილესთან მქონდეს საუბარი, პირიქით, მე პირადად ვფიქრობ, რომ აქ განსაკუთრებულ რაღაც გაყალბებასთან და რაღაც პოლიტიკურ მახინაციებთან მქონდეს შეიძლება ადგილი, რომლის სათავეც მინდა გითხრათ არის თავისუფლების ინსტიტუტი და ისინი ამ დღეებში აპირებენ ეხლა დავასრულებ მათ ამ განცხადების გაკეთებას, აპირებენ გააკეთონ განცხადება, ანუ თუ არ მოყვება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რაიმე რეაგირება ფარცხალაძის მიმართულებით, ანუ არ მოხდება ფარცხალაძის გადაყენება, მაშინ ისინი აპირებენ განცხადებას, რომ ვითომ ფარცხალაძე ბიშკეკში არის ნამკუნალები ნარკოლოგიურ ცენტრში. ეს გუშინ გახდა ჩემთვის ცნობილი. ანუ აქაც რაღაც ვითომ დოკუმენტებზე არის საუბარი, სინამდვილეში ხდება ამ როგორც ჩანს დოკუმენტების გაყალბება და საკმაოდ სერიოზულად მუშაობს და მე რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება, რომ მის ფული, რომელიც მიტაცებული არის და დღესაც მიედინება კეზერაშვილის ბიზნესიდან, ანუ ფოთის ნავსადგურიდან ნაციონალურ მოძრაობაში, ხდება ამ უზარმაზარი თანხების აქ არის საუბარი წელიწადში 25 მილიონ დოლარზე, ხდება გადანაწილება არასამთავრობო ორგანიზაციებში და სხვადასხვა ისეთ ტიპის, ასე ვთქვათ, კვლევით ორგანიზაციებში, რომლებიც შემდეგ ნიღაბ-აფარებულები გვეუბნებიან განცხადებას, გვიკეთებენ ესეთი ტიპის რაღაც ვითომ კვლევებს და ასე შემდეგ. რეალურად აქ ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზულ, მოდი ასე ვთქვათ, პირდაპირ დავარქვათ თავის სახელი, შეტევას, ფართომასშტაბიან შეტევას ქართული სახელმწიფოებრივ წინააღმდეგ. მოგეხსენებათ 2003 წელს პოლიტიკურმა ავანტურისტებმა ნარკოგამსაღებლებმა, როგორიც იყვნენ მაშინდელი გატაცებული დღევანდელი დეპუტატი და სხვა ესეთი დამნაშავე ელემენტები, როგორიც შემდგომში დღეს ირგვლევა ბრალები აქვთ წარდგენილი ამ ადამიანებს და უზარმაზარი თანხები აქვთ მიტაცებულები, მათ ჩაიდეს ძალაუფლება ხელში და ეს ადამიანები დღევანდელი ქმედებებით, რაც შეეხება ფარცხალაძეს და კიდე სხვა ადამიანებიც არიან ამ მიმართულებით გამზადებული უკვე მათი მხრიდან შეტევისათვის, ისინი ცდილობენ ამენაირად ძალაუფლება ხელში დაიბრუნონ. მოგეხსენებათ თქვენ არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა ძალიან მარტივი შედარება რო გავაკეთოთ, წინა საარჩევნო პერიოდში საკმაოდ აქტიურად მიდიოდა კლიპი ბატონ თამაზ თამაზაშვილის და ჩემ წინააღმდეგ ერთობლივად გადიოდა ეს კლიპი. თამაზაშვილი იყო ამ კლიპის მიხედვით გიგა ნასარიძე იყო ამ კლიპის ავტორი, როგორც შემდეგ კი გაირკვა. თამაზაშვილი გახდათ ადამიანის გამტაცებელი და ესე იგი კორუმპირებული ყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალი, ხოლო მე გახდით კანონიერი ქურდების
მფარველი ადვოკატი თუ მოსამართლე თუ ასე შემდეგ რაღაც ესეთი ანუ კანონიერ ქურდებთან ვიყავი დაკავშირებული. თუმცა არც ერთი სიტყვა კბილაშვილის პროკურორობის დროს არ დაძვრია ნაციონალური მოძრაობის არც ერთ წარმომადგენელს, რომ კბილაშვილი გახდათ კალაშოვის ადვოკატი. მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიურად მე ერთ-ერთ კანონიერ ხუთს ვიცავდი მთელი ჩემი საადვოკატო პრაქტიკის განმავლობაში. საქმე რაში იყო? მე მაშინ საინტერესო ვიყავი ნაციონალური მოძრაობისთვის, იმიტომ რომ გახდით ჰააგის არჩევის ავტორი და ეს ჰააგა იყო ზუსტად რომელიც მათთვის საკმაოდ სერიოზულ საშიშროებას მაშინაც წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს. კბილაშვილი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა. კბილაშვილის ის ნეიტრალური პოზიცია, რომელმაც მან ერთი წლის განმავლობაში პროკურორობის დროს გამოამჟღავნა, არც არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა და ამიტომ კბილაშვილი აწოდათ კიდეც რომ ყოფილიყო პროკურორად, მაგრამ როგორც კი გამოჩნდა პიროვნება ამ შემთხვევაში ფარცხალაძე, რომელმაც საკმაოდ სერიოზული ღონისძიებები გაატარა, ატარებს და დამრწმუნდა თუ ახლოს დღეებშიც გაატარებს ნაციონალური მოძრაობის იმ დამნაშავე პირების წინააღმდეგ, რომლებმაც მიითვისეს ეს ქონებები, მოკლეს ადამიანები და შემდეგ და ჩაიდინეს უამრავი დანაშაულები, წამოვიდა ეს პირი, ვითომ არის ნასამართლები და შემდეგ და ერთ-ერთი რომელსაც ამ დღეებში გაამჟღავნებენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გახლავთ ის, რომ თუმცა ამ განცხადების მერე ალბათ აზრი დაეკარგებათ, რომ გააკეთონ ეს განცხადება, გახლავთ ის, რომ ის ვითომ ბიშკეკში ცნობილი ნარკო სამკურნალო დაწესებულებაში არის ნამკურნალები, რომ გადაეგდო მას ნარკოტიკული ნივთიერება და კიდე შემდეგ აპირებენ იმის განცხადებას, რომ ნუცუბიძელთა საძმოს დაჯგუფების წევრი არის. მოკლედ ფარცხალაძიდან გამოყვანილია, რა ვიცი, დათა თუთაშხია თუ რა ვიცი, რაღაც სასწაული ის არა. მერე ამას რომ მოილევენ, ფარცხალაძე თუ მოინელეს, მერე გადაწყვეტენ უკვე სხვა პირებს. ამ შემთხვევაში უკვე დაიწყო და დაბეჭდა ისეთ განცხადებების გაკეთება, თამაზაშვილი მართავს თურმე ყველაფერს, ივანიშვილი უკვე გვერდზე გადაწეს და ასე შემდეგ. დავესასწრები სააკაშვილს ტყულა წვალობენ, ნულას უკაცრავთ, არაფერი არ გამოვათ. ეგ არის შავი პიარი, რომელიც ძალიან ცუდად დაუმთავრდება ამ შავი პიარის ავტორებს და რაც შეეხება მთავარ პროკურორს მოუწოდოს სხვის საქმეზე თუ არა თავის საქმეზე მაინც ჩაატაროს ეს გამოძიება და მოიპოვოს რომელ დაწესებულებაში, რომელ არასამთავრობო ორგანიზაციაში იგეგმება შეუძლია იქ შევიდეს, შეამოწმოს და აღმოაჩენს საკმაოდ საინტერესო მასალებს. აგერ რუსთაველის პროსპექტზე მდებარეობს ძალიან ახლოს. ეს არის ძირითადი რაც მინდოდა გამეკეთებინა განცხადება, თუ რაიმე კითხვები გაქვთ ამასთან დაკავშირებით, შემიძლია გაგცეთ პასუხები. დიდი მადლობა. მე ვერ გეტყვი, არის სხვადასხვა ორგანიზაციები, ხა უშუალოდ თავისუფლების ინსტიტუტი აკეთებს ამას. თუ სხვა ორგანიზაცია, მაგრამ ძირითადად ეს ორგანიზაციები არიან, რომლებიც იატაკქვეშეთში, ასე ვთქვათ, თანამშრომლობენ ნაციონალურ მოძრაობასთან საკმაოდ აქტიურად. ვერანაირ მტკიცებულებებს ისინი ფარცხალაძის წინააღმდეგ ვერ წარმოადგენენ, ეს არის ბლეფი და αφიორა. უფრო მეტიც კიდევ ერთხელ გეუბნებით, გუშინ მანახეს კიდეც ეს დოკუმენტი, ხელში მეკავა კიდეც დოკუმენტი ერთ-ერთმა ადვოკატმა, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, ფეხის ბიჭი. გახელებულმა მე როცა უთხარი, რომ ფარცხალაძეს არ გადადგება თანამდებობიდან, ახლა გიგი უგულავას ხუშტურების გამო მეთქი, გაქანდა მანქანი და მოიტანა და აბა ეს ნახე, ხა ამ დღეებში ამის გამოქვეყნებას ვაპირებთ და წამაგითხა ეს დოკუმენტი რა. არაფერი, ვითომ ფარცხალაძე არის ბიშკეკში ნამკურნალები. ანუ მეთქი უთხარი კიდევაც რაღაც საზღვარია რა გაქვთ მეთქი რომ რაღაც სადღაც გაჩერდეთ მეთქი წარმოუდგენელი ადამიანი გადიოდეს კურნალობა სადმე და იმ დაწესებულებამ მოგცეს ეს დოკუმენტაცია ეს არის წარმოუდგენელი არც დაუმალე ამ ადამიანს რომ ეს ყველაფერი ყალდება იმისთვის რომ ფარცხალაძე მოვიდა მე მოყვარ ფარცხალაძემ ეს გააკეთა ფარცხალაძე საფინანსო პოლიციაში ამას აკეთებდა და ეს არის ისეთი ადვოკატი გვარი არ მინდა დავასახელო მაინც კოლეგა თქვენ ყველა მიცით ვინც ხართ ეხლა ყველა იცნობთ ამ ადვოკატს რომელიც ფაქტობრივად იყო პროკურატურის ქვედაწესებულება ნაციონალების დროს ანუ საპროცესოებზე რო დარბოდა ეს ადვოკატი არის როდესაც სასამართლო ფოიეში გაიმართა საკმაოდ სერიოზული კამათი მე ვეკამათებოდი იქ რამდენიმე ადამიანს რომ ეს ტყულია და ეს ასე არ არის და როგორ ეხა აი მოვიტანო და ბიშკეკში რო არის დამკურნალებიო და მე რო დამთავრდა ყველაფერი გავიყვანე გვერდში ჩემი კურსელი არის თან და ნუ საზღვარი აღარა გაქვთ მეთქი ნუ აუქნა თუ უნდა ეხა ფარცხალაძე თუ მიუში თავიჭკოზე დაგვიჭერს ყველასო და ესე არ გამოვა რა ამიტომ ყველანაირი ღონე უნდა ვიხმაროთ რა
ასე რომ მე ფარცხალაძეს პირიქით და საერთოდ ქართულ ოცნებას მოუწოდებ, ნუ არიან ამ თავის მართლების პოზიციაში. ვისთან იმართლებენ თავს იმ ადამიანებთან, ვინაც 9 წელიწადი ჩვენი სისხლი დალია და გაგვანადგურა და მიწასთან გაგვასწორდა და დღეს გამოდიან და დემოკრატიის გაკვეთილებს გვიტარებენ. ფარცხალაძეს მოუწოდებ, ვინც დასაჭერია დროულად დაიჭიროს და მოაცილოს ქვეყანას, ვინაიდან კიდევ ერთხელ მიმოვიებ, ყველა ეს ქმედებები მიმართულია არა კონკრეტულად ფარცხალაძის, პეტრიაშვილის, ხაჭაბურძის, თამაზაშვილის და ასე შემდეგ. ეს არის და გუშინაც ვთქვი აქ, სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ. მათი მიზანია რამენაირად შეირხეს სახელმწიფო უშიშროება და გაიმეორონ ის გზა, რაც შევარდნაძის დროს მოხდა. იქ მოისყიდეს რამდენიმე მინისტრი, შეარყიეს აქციებით, ის კმარა შეიქმნა ასეთი ორგანიზაციები, რომლებმაც საკმაოდ მოურყიათ ძირის სახელმწიფოებრიობას და შემდეგ მერე მარტივი გახდა ხელისუფლებაში მოსვლა. ანუ იგივე მეთოდებით ცდილობენ ყველაფრის გაკეთებას, ანუ ილაპარაკეთ, ტყუილი დააბრალე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ მე მოუწოდებ იმ დაწესებულებას, რომელსაც ეხება კონკრეტულად კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს თუ რაც ქვია დღეს სახელი, საკმაოდ სერიოზულ მოვლენასთან გვაქვს ჩვენ საქმე და ნუ გგონია რაღაც დიპლომის სიყალბე და რაღაც ძალიან ესეთი, იმიტომ რომ დააკვირდით რა ფორსირებული შეტევა მიდის ნებისმიერი მიმართულებით. თუნდაც იგივე მოწმის ინსტიტუტთან დაკავშირებით, როდესაც ნაციონალების დროს გადადეს რამდენიმე წლით და დღეს უკვე აქტიურად ყვირიან არა, იქნებ მოწმე დაიკითხოს სასამართლო დარბაზში. რა თქმა უნდა, მე იმის მოხრე რომ მოწმე დაიკითხოს სასამართლო დარბაზში, მაგრამ ნაციონალები როცა ამას ლაპარაკობენ, გამგივებია. რა მოვლენასთან გვაქვს მაშინ საქმე? საქმე ზუსტად გვაქვს იმასთან, რომ მზადდება სხვადასხვა დაწესებულებები, სხვადასხვა სათაურები, ახალი სააგენტოები შეიქმნა და ასე შემდეგ. სოკოებივით იზრდება ყოველდღე არასამთავრობო ორგანიზაციები. კითხვა არავის ებადება, საიდან ფინანსდება ეს ორგანიზაციები? აი იმ ფულიდან, რომელიც კეზერაშვილის გზით შემოდის ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან და კარგი იქნება ფარცხალაძე იმ საქმესაც თუ დროზე გამოიძებს და მიიყვანს ბოლომდე, რაც დევს იმ საფინანსო პოლიციაში ამ ფოთის სპორტთან დაკავშირებით. დიდი მადლობა.